გამარჯობა. დიდი დრო გავიდა მას შემდეგ რაც ბოლო ვიდეო ჩავწერე და დაგიბრუნდით. ამინდები როგორც იქნა გამოვიდა. ჯერ კიდე რაღაც პროგნოზში ისევ წვიმები გვიჩანს, მაგრამ მაინც ვიმედოვნებ რომ უკვე ნელ-ნელა დაიწყებს ამინდები გამოსვლას და ჩვენ შეგვეძლება რომ უფრო ხშირად გადავიღოთ ვიდეოები და ესე ვთქვათ ერთმანეთს შევხვდეთ ხოლმე. მოგიყვებით ჩემს ახალ მოტოციკლებზე, რომელიც კარგად დავიწყებული ძველია. იგივე ბაიკია. უბრალოდ შევცვალეთ რაღაცეები. მათ შორის აი ეს საინტერესო დეტალიც, ნახეთ. ჰოპ. ეს არის პნევმო ამორტიზატორები, მოდი იქიდან გაჩვენებთ, რომ უფრო კარგად მიხვდეთ. ეს არის backyard suspension-ი, რომელიც კონკრეტულად ამ მოტოციკლისთვის არის გაკეთებული. და მუშაობს იდეალურად. ამის დაყენებაში დამეხმარა სანდროს გარაჟი და მადლობა სანდროს აქედან. მე წელს აღმოვაჩინე სანდრო და ყველი ვერ ვიპოვეს თავაკი. წელს აღმოვაჩინე მოკლედ სახელოსნო მანამდე არ მყავდა მიყვანილი არ მოტოციკლი და ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს თავი ვერ ვიპოვა. ერთი წამით. ასო შიგნით არის ცოტა. აქედან მინდა გაჩვენოთ რომ უფრო კარგად დაინახოთ როგორ მუშაობს ეს ამბავი. გასაღები აქ გვაქვს, აი აქ არის. ესე იტენება ახლა კადრშიც დაინახავთ წესით. ესე ვითადის და აი ქვევით ჩამოსulis ეფექტს უფრო მარტივად მიხსენებთ. და თითქმის ბოლომდე აგდებს ესე ვთქვათ უკანა ნაწილს და აი ულამაზესია. ძალიან უხდება მოტოციკლეთს, ძალიან რბილია. და მოკლედ აი შეავსო მთლიანად აი ეს სეტაპი რაც მქონდა ჩაფიქრებული რა. რაც შეეხება ვიზუალურ მხარეს, ამასაც შეამჩნევდით, ვიზუალი ესეც არის, მაგრამ ფერს გულისხმობ, ეს ფერი არის ის, რაც მინდოდა მე ამ მოტოციკლზე და რის გამოც მე ვაპირებდი ამ მოტოციკლის გაყიდვას, რადგან მაშინ როცა შევღებე, ის არ იყო, რაც მოკლედ მინდოდა მე რომ მიმეღო და სწორედ აი ამის გამო გადავწყვიტე რომ რაღაც მომენტში მე გავყიდო თქო, მაგრამ არ გაიყიდა იმ ფასად, რაც მე მინდოდა, ამიტომ გადავწყვიტე რომ მეცა და კიდევ ერთხელ სხვაგან შეღებოა. შევღებე და აი გამოვიდა სასწაული. ცოტა უკეთეს კადრებს მე კამერით გადავიღებ ახლოდან იმასაც გაჩვენებთ, მაგრამ თქვენც ალბათ იტყვით და მიხვდებით, რომ აი ულამაზესია. ჩაფხუტიც ამ ადამიანმა შემიღება იგივე სტილში, როგორც ბაიკია და აი არ ვიცი როგორ თქვა, ძალიან კმაყოფილი ვარ, ყველგან რეკომენდაციას უწევ და თქვენც გეტყვით, რომ თუ გინდათ საინტერესო custom შეღებვა ბათუმში ირაკლის არჯველოძე, Instagram-ზე და Facebook-ზე შეგიძლიათ მოძებნოთ, ასევე აქვს page-ი, სადაც დევს თავის ნამუშევრებს. ესე აქტიური არ არის, მაგრამ როგორც ვიცი აპირებს რაღაცა სოციალურ ქსელებშიც ძალიან აქტიურად დადოს თავისი პოსტები და ესე ვთქვათ ნამუშევრები და თქვენც უფრო მე მარტივად ნახავთ რა როგორანაირად ხდება. და ხო, რა ვიცი, მე ძალიან კმაყოფილი ვარ. ერთ-ერთში გააკეთა ის, რაც მინდოდა და საკმაოდ ადამიანურ, ადეკვატურ, კარგ ფასად დროსშიც, რა თქმა უნდა, იდეალურად ჩაჯდა ყველაფერში და მოკლედ მე 100%-ით რეკომენდაციას უწევ ამ ადამიანს. საკონტაქტო ნომერსაც დავურთავ. სანდროს კი ალბათ ჩემზე მეტად თქვენ იცნობთ კარგად ახლოდან, მაგრამ სანდროს საკონტაქტოსაც დავურთავ, თუ და გაინტერესებთ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ. კიდევ, ესე იგი, იმის გამო რომ მე მეყენა aftermarket გამშვები, ხშირ შემთხვევაში რაც დაღმართზე მივდიოდი და კომანდერი როცა არ გიყენია და ჰაერიც რომ მეტი მიდის, ჰაერიც რომ ბევრი რო შეაქვს და ბევრი რო გააქვს, ესე ვთქვათ, ამის გამო თუ სწორად ვამბობ, ხშირად ქონდა აი გატყრობა რა, ბახ-ბახ რაღაცას უცნაური ხმები და იმის გამო რომ ეს როგორც ვიცი ძრავს კარგს არაფერს არ უშვება, დავაყენე ეგრეთ წოდებული desmog kit-ი, რომელიც აი ამას ამცირებს, ასევე ხსნის რაღაცა ზედმეტ მილებს და შლანგებს და რაღაცებს და მოკლედ ასუფთავებს აი ცილინდრების ზედა ნაწილს. და ეს პატარა რაღაცა რკინის ფირფიტებია, რომელიც დგება ცილინდრის თავებზე და მთელ აი ამ ესე ვთქვათ შლანგებს და მილებს და რაღაცებს ასუფთავებს და გვრჩება ესე ვთქვათ ნაკლები ალბათობა იმისა, რომ აი ეს გატყრობა და რაღაცები გქონდეს რა. ხო, კიდე რაღაცა როგორც ვიცი ეს შლანგები და მილები და რაღაცები აყენია იმის გამო, რომ იმ პერიოდში როცა ეს მოტოციკლი გამოვიდა რაღაც რეგულაციების გამო რომ ნაკლები გამოვნა ბლოკვი და რაღაცები ქონდა, მოკლედ მაგის ამბავია და ეგენი მოკლედ ჩავხსენი რა. ასევე დავაყენე ბარნეტი, ცეპლენია, გადაბმულობა და იმის გამო რომ ჩემი გადაბმულობა ისედაც ჟიტკზეა,
ანუ სველია რა, ტროსი არ არის, ცოტა რბილი კი არა, ძალიან რბილი იყო იდეაში და ეხლა ოდნავ გახიზდა, მაგრამ ეს სიარულში იმ ხელოსხოვობა აქვს, რომ მეტი არ შეიძლება, ასე რომ ამითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. კიდე რა ვქენი მოკლედ. იდეაში ყველაზე ისეთი შესამჩნევი თქვენთვის არის ამორტიზატორები, რომელიც აი ძალიან კმაყოფილი ვარ და ძალიან კარგია და ნუ შეღებვაზე და ამ სამუშაოებზე არაფერს აღარ ვიძახი. ასევე წინა წლიდან რაც არ მქონდა და დავაყენე, ეს არის სისიბარი, რომელიც გამოიყურება ძალიან კარგად და თქვენც ალბათ შეამჩნევთ, რომ ის ნაწილი ძალიან კარგად არის ჩასმული და თითქმის ისია, თითქოს ქარხნულია და ამ მოტოსი იყოს, მაგრამ არ არის, ეს არის მოხსნილი Kawasaki Vulcan 1500 Nomad-დან და აი ერთ-ერთში წავიდა, ოდნავ დამჭირდა ერთი საბოლტის გაკეთება, რომ ოდნავ დაბლადაწეულიყო და უფრო აი ეს რაღაცა ვიზუალი კარგად ყოფილიყო რა და ანჩენი იდეალურად ერთ-ერთში წავიდა. საკმაოდ კომფორტულია, საკმაოდ კარგია, ჯერჯერობით ბარგით არ მივლია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამისთვისაც იდეალური იქნება. რაც შეეხება სხვა დანარჩენს, გეტყვით იმას, რომ წელს დრაგში შედარებით უკეთესი მაჩვენებლები მქონდა. პირველი ეტაპი უკვე ვიარეთ, ამასაც ეს გეტყვით. წინა წელს სხვა შორის მე მგონი პირველი ვიდეო მქონდა დრაგის ვიდეო და დაახლოებით ამ ტერიტორიაზე ვიყავი, რომ ჩავწერე. ხო, ესე იგი მეოთხე ადგილზე ვარ ამ მონაცემებით დრაგზე. ხა 6-ში არის შემდეგი ეტაპი დრაგის და ნახოთ იქიდან უკვე ვიდეოც დაგიბრუნდებით რა. პირველი ეტაპი იმიტომ არ გადავიღე და ზოგადად იმიტომ არ ვიღებდი აქამდე ვიდეოებს სხვა ბევრ მიზეზთან ერთად, რომ მინდოდა ლეპტოპის ყიდვა და მეთქი ლეპტოპით მე ცოტა რაღაც კარგად დავამონტაჟებ, რაღაც ამ ეტაპზე ტელეფონით ვამონტაჟებ. და ტელეფონსაც რაღაცა ბაიგზე ვამაგერბდი და ტელეფონის ეკრანიც გამიტყდა. და მოკლედ აი ამ ამბებში ვიყავ, მეთქი ანახალ ტელეფონს ვიყიდი სექტემბერში და რაღაც და მოკლედ მე რო ხვდებოდი, რომ უაზრობას ვშვებოდი და მეთქი ბარემ რაღაც ვიდეოს მაინც დავდებთ ხო რა და ეს ვიდეოს მოკლედ მანდედან წამოვიდა, ახლა უცბად სამსახურიდან ამოვედი და გადმოვედი აქ ბაზალეთის ტბასთან რაღაც ადგილზე და ვიღებ მოკლედ ამ ვიდეოს რა. ხო, რაც შეეხება დრაგს, პირველი ეტაპი როგორც გითხარით ვიარე, ამ ეტაპზე ვარ 21 ქულით მეოთხე ადგილზე, თუ სწორად მახსოვს. საუკეთესო დრო ვაჩვენე 302 მეტრზე 10 წამი და 10.9 და რაღაცეები და მაქსიმალური სიჩქარე ფინიშის ხაზის გადაკვეთის დროს მქონდა 152 კმ/სთ. რაც ჩემი აზრით საკმაოდ ნორმალური დროა იმის ფონზე, რომ ამ ხელა მოტოციკლია და იმის ფონზე, რომ მე საერთოდ გამოცდილება მაგ მხრივ არ მაქვს, გარდა იმისა, რომ წინა წელს ვიარე დრაგი და ხო რა ვიცი, მე ძალიან კმაყოფილი ვარ. იმდენად კმაყოფილი ვარ, რომ მეორე ეტაპზეც გავდივარ და ვფიქრობ მესამეზეც გავალ, იმიტომ რომ აი ძალიან კარგი შეგრძნება იყო. რაღაც არ ვიცი, ამორტიზატორების ბრალია თუ უბრალოდ მე გავთამამდი, 1-2 აი კარგად დავძარი რა და იმდენად სასიამოვნო იყო, რომ აი, რა ვიცი, მეორე ეტაპზე გასვლის სურვილიც კი მომეცა რა. როგორც ვიცი, მეორე ეტაპზე საკმაოდ ისეთი დიდძრავიანი ჰარლებიც გამოდიან, სანდერგოსტიც კი იქნება. და ხო, კარგი იქნება მოკლედ რა. და ნახოთ რა როგორ ჩაივლის, მაგასაც აუცილებლად ნახავთ უკვე და გაგიზიარებთ. რაც შეეხება მოკლედ რო გითხრათ რა ეს ვიდეო რაღაც გრძელი არ იქნება, უბრალოდ რაღაც პატარ-პატარა დეტალებს გაგიზიარებთ, რომ საიდანღაც დავიწყოთ და რაღაც ჩარჩო შევკრათ რა. რაც შეეხება წლევანდელ გეგმებს და ამბებს, ფიქრობ, რომ ცოტა უფრო მეტად საინტერესო იქნება, ვიდრე წინა წელს იყო ყველაფერი. იმიტომ რომ ბევრად უფრო მეტი გასვლაც იგეგმება ჩვენ ჯგუფში, ესე ვთქვათ, Black Bells-ში. და აქ ჩამოვჯდები. ცოტა უფრო ბევრი გასვლაც იგეგმება Black Bells-ში, აქ ეკრანი მაქვს და თქვენ გიყურებთ, კი არა და ჩემ თავს უყურებთ, როგორ ჩანვარ, რომ რაღაცა ისე არ იყოს. ხო, ბევრად უფრო მეტი გასვლაც იგეგმება Black Bells-ში რა, უფრო საინტერესო, უფრო დიდი, უფრო მასშტაბური და ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ბევრი ადამიანის თვალიდან დანახული უფრო საინტერესო იქნება, ვიდრე ერთი ადამიანის. ხო, კიდევ რა ფიქრობ, ცოტა აი საქართველოს მოვიარო, იმიტომ რომ წინა წელს როგორც გითხარით, პირველად ვიყავი რაჭაში და ბევრი ეგეთი ადგილია, სადაც არ ვარ ნამყოფი მოტოციკლით და არც ისე, მაგალითად სვანეთშიც არ ვარ ნამყოფი, ამიტომ ბევრი ადგილია ისეთი რისი მოვად შეიძლება და იმის გამო რომ ეს ამორტიზატორები დავაყენე, უკვე მარტივად შემიძლია რომ შორგზაზე წავიდე, იმდენად რბილია რა. ფიქრობ ასევე სკამის გადაკერვას და კიდევ უფრო მეტი სირბილის ჩამატებას. წინა წელს თუ გახსოვთ, ჟელე ჩავდე, მაგრამ ეს ჟელე დიდად არ მუშაობს, ამიტომ ვეცდები რომ წელს კიდე რაღაცნაირად
გავაკეთო და დავარბილო ეს კამი რა, როგა მითხრეს, რომ ეგ აკეთებს და უნდა შევეხმიანო და მივიდე და ცადო მოკლედ კიდევ ერთხელ და ვნახოთ რა გამოვა. სხვა მხრივ ყველაფერი იგივენაირად არის. ჩემი მოტოციკლი ისევ ხოძზეა, ისევ ძალიან კარგად მუშაობს, ისევ ყველაფერი დანარჩენ ამბავში კარგად არის რა. სხვა მეტი ახალი და საინტერესო ისეთი არაფერი არ ხდება. ეხლა მე თქვენ აქ დაგიტოვებთ კადრებს ირაკლის ნამუშევრის ცოტა ახლოდან, ცოტა უფრო კარგი კამერით გადაღებულს, შეაფასეთ და გირჩევთ ყველას, რომ თუ თქვენი მოტოციკლის გალამაზება გინდათ, კარგად, ხარისხიანად, ზედმეტი თავის ტკივილის გარეშე, ამ ადამიანს შეეხმიანეთ რა, არ ინანებთ და რა ვიცი, ჩემი ორი ხელით რეკომენდაცია მას. არანაირად მე ამაში არაფერი არ მაქვს, просто აი მართლა მთელი გულით იმდენად კმაყოფილი ვარ ამ ადამიანის ნამუშევრით და ისე გულიანად და ისე კარგად გააკეთა ყველაფერი, რომ აი მართლა არ შემიძლია რომ ესე უბრალოდ გავატარო ეს ამბავი რა. რა ვიცი, ვიდეო იქნებოდა თუ მასალა იქნებოდა თუ რა იქნებოდა, ყოველდღე ადამიანი მაწვდიდა და რაღაც აი არ ვიცი რა, მოკლედ რაღაცაზე მე ძალიან იწვალა, არ შრებოდა კარგად ლაკი და რაღაცები და აი იმდენჯერ გააკეთა, სანამ აი იდეალური შედეგი არ მიიღო და ჩემთვის ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი რა, რომ აი მართლა გულით და გულიანად გააკეთა რა და ისე არ იყო რომ აი ძმაო არ გამოდის და რა ვქნა რა. რაც მოვითხოვე და რაც მინდოდა რომ გაეკეთებინა ერთ-ერთში და იმაზე კიდევ უკეთესად გააკეთა ყველაფერი. ჩაფხუტიც აი რა დაგანახებთ რომ აი ბაიკი როგორიც არის, ერთ-ერთში ჩაფხუტიც იგივეა რა, ეს ცეცხლები ყველაფერი. ამ ჩაფხუტის აწყობაზე მე კი მაგრად ვიწვალე. ძალიან ვიწვალე. და მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან კმაყოფილი ვარ ყველაფრით რა. ძალიან. ეხლა ცოტას გავივლი, ამ კადრებსაც გაჩვენებთ და როგორც შეგპირდით, ახლოდან გადაღებულ აი იმ ლამაზ კადრებსაც შემოგთავაზებთ ჩემი მოტოციკლის, რომელიც გამოიყურება საოცრად. ჩემო კარგო ხალხო, ესეთ უცნაურ ადგილას ამოვედი. ეს ვიდეო გადამეღო. ასე რომ ლაიქები არ დაიშუროთ. სხვათა შორის ეს ვიზორი რაც დავაყენე ამაზე ამ ჩაფხუძზე საერთოდ არ ვაპირებდი რომ ამ ფრად შემეღება ეს მოტოციკლი მაშინ და ძალიან კარგად დაემთხვა რომ ეს წინა მხარე ყვითელი გაუკეთე და ეს გადასხვა და რაღაცეები ჩაფხუძზეც მე ეს ვიზორი მაგრად მოუხდა რა. ასე რომ მაგაში ძალიან გამიმართლა. ხო რა შეეხება ამ დიზაინს სრულიად არის, სრულიად არა, მაგრამ აი ძალიან დიდი ნაწილი არის ChatGPT-ის გაკეთებული რა. რაღაც ფოტოები ავიღე, ჩაუყარე, მერე ჩემი ესე ვთქვათ აზრები, როგორც მინდოდა რომ ყოფილიყო გაუზიარე და ChatGPT-მ გაგვიკეთა ესეთი ლამაზი დიზაინი, რაც მერე იდეალურად შეასრულა მღებავმა. მღებავმა კი არა, ირაკლის რაღაცა custom მეიერმა. custom მღებავმა. არა, რაღაც კაი სახელი მაქონეს. custom პროექტების შემქმნელმა ირაკლიმ. კაი, ეხლა ჩვენ გვინდა რამე ცოტა ისეთი ადგილი, სადაც შევძლებთ კარგ ლამაზად ჩვენებას იმისა თუ რა გამოვიდა ჩემი მოტოციკლი. ძაღლი იყო და ისეთი გამოვარდა. მაინც გრილა რა. აი ხელებზე ვითომ კურთ გამასვია, მაგრამ მაინც გრილა. აი სადმე გავჩერდეთ აქეთ რახან ესეთი ამინდი კი არა და არ არის ადგილი რა ამინდი რა შუაში. კარგი ლამაზი ადგილი.
სხვათა შორის ეცაღა რომ ამბობდი ბაზალეთზე თქო ეხლა დაგანახებთ პირველი ვიდეო ჩავწერე მაშინ დრაგის პირველი ეტაპი იყო და მაგასთან დაკავშირებით იყო ის ვიდეოც თუ სწორად მახსოვს კი ეგრე იყო კი ეგრე იყო წესით აი აქ რო შეუხო მოდი მანდ ვიდეთ წეღან აქ პროსტა ცხოვრები იყვნენ და აღარ იმას ქენი აღარ შემოვედი აქეთ თორე აქეთ გადავიღებდი ბარემ მაგ ვიდეოსაც უბრალოდ აქ ერთი ის არის რომ აქ არიან ხოლმე რაღაც პატარა ცუგუები რომლებიც მე კი გაჩერდები და გადაიღებ მაგრამ მე დაზურა რომ მოგინდება ჩემო კარგო აი მათ გერხევა და ამიტომ მაგასთან ცოტა ისე უნდა ვიყოთ რა რომ ეგეც გავაკონტროლოთ თორე ცუგუების კაბინა ეხა ყველაზე ნაკლებად მჭირდება მე აიკია ეს ლამაზი მინდორი მაგრამ ჩემი მოტოციკლით აქ რო ავიდე მერე ჩამოვაო აი არ ვიცი ცადოთ აი არაფერი ისეთი მეგონი არ არის აქ ერთადერთი საშიშროება აქ არის ის რომ ჩაუვარდეთ და ჩავცვივდეთ რამე ფეხით წესით ой ვერა არა აქ არ გვინდა ой ჩამიქრა ეხა ვატრაკებ მე მგონი კაი გზაზე გავაჩერებ რა აქ რაღაცა სტრანი ის არის მიწა არ ჩაიფლას და ჩავარდეს ჩვენი ბაიკი სხვათა შორის adventure-ის ყიდვა მომინდა ძალიან და მე მგონი ვისაც კრუიზერი ყავს მეორე ბაიკად ყველას უნდა ой ცუდი იდეა იყო ყველას უნდა კრუიზერი კი არა და კრუიზერი ვისაც ყავს მეორე ბაიკად ყველას უნდა adventure და იმიტომ რომ აი ძალიან ცოტა ადგილია რასაც კრუიზერით ვერ ფარავ რა და აი მაგას მე გივსებს ის adventure თუნდაც აი ცოტა შორ გზაზე წასulis ამბავს ამას მაგას ყველაფერს გივსებს adventure და მაგიტოა რომ ძალიან ბევრ ადამიანს და მათ შორის მეც ვისაც კრუიზერი ყავს გვინდა მეორე ბაიკად adventure მაგრამ სად არის მეორე ბაიკის ფულები საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა მოტოციკლით და თან ორი მოვატრიალებ და ამას ცხვირით გავაჩერებ აქეთ მეგობრებო წინაწელს არ მახსოვს თქვენ გითხარით თუ არა მაგრამ მე ვმუშაობ ყავის სფეროში ახლანდელ ჩემს პოზიციას ქვია ყავის მთავარი ტექნოლოგი მაგრამ ეს ტექნოლოგი იდეაში ბევრ რაღაცას მოიცავს მაგრამ მაინც აი რო აგიხსნათ რას ვაკეთებ ესე იგი ყავის იმპორტი მწვანე მარცვლის ადგილზე მოხალვა შემდეგ ამის ხარისხის კონტროლი და აი ყველაფერი მოკლედ რაც ყავს ეხება ჩვენს კომპანიაში და მუშაობ ძალიან საინტერესო კომპანიაში რომელსაც ქვია ჯამბო ეს არის ნიკორას შვილობილი კომპანია და მოკლედ აი ნიკორას მომხმარებელი თუ ბრძანდებით ან თქვენი მეგობრები ან თქვენი ოჯახის წევრები ნიკორაში შეხვდებით ძალიან საყვარელ იმას რა ქვია ყავის აპარატებს რომელსაც ქვია ჯამბო და ზედვე აწერია რომ ჯამბო მქვიაო ძალიან გემრიელ ხარისხიან ყავას მიიღებთ
ძალიან ხელმისაწვდომ ფასად. ჩვენი თავარი ამბავი იყო ეგ რომ აი ის ხარისხიანი ყავა, რაც ბევრი ადამიანისთვის შეიძლება იყოს არა ხელმისაწვდომი, იმიტომ რომ საკმაოდ ძვირიღის კარგი ყავა. ჩვენ ვეცადეთ რომ გაგვიხადა ხელმისაწვდომი და მაინტერესებს ვინმეს თუ გაქვთ ამაზე ინფორმაცია ამ ყავაზე, ან თუ გაგისინჯავთ, მაგისი კომენტარებიც რომ დამიწეროთ, იმიტომ რომ მართლა მაინტერესებს, მართლა ძალიან დიდ შრომას, დროს და ენერგიას ვდებთ ამაში და თქვენი ფიდბექი ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა კი გადავიღოთ პატარა ვიდეო რგოლი. ვიდეო რგოლი რა, უბრალოდ კამერით გადავიღებ, ცოტა უფრო ხარისხიან კადრებს ახლოდან და იმედი მაქვს მოგეწონებათ ის, რაც ირაკლიმ შექმნა. ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ეპიზოდზე, რომელიც უკვე იქნება უშუალოდ დრაგიდან და შეგიძლიათ მისურვოთ წარმატებები. შევხვდებით. წინ დიდი სეზონი გველოდება და თქვენი გვერდში დგომა და თქვენი ესე ვთქვათ მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შევხვდებით.